გამარჯობა მეგობრებო, დღევანდელი ჩვენი ეპიზოდი მეძღვნება ისევ და ისევ დესერტს, მაგრამ არა ისევ სამინგრედიენტიანი TikTok-ის დესერტებს. ეხლა მინდა რომ შეგაყვაროთ ნამდვილი დესერტები და შეგაყვაროთ ცხობა. თუ წინა TikTok-ის სამინგრედიენტიანი დესერტები არ გინახავს, გადადი ჩვენს მთავარ არხზე, უყურე, ნახე თუ როგორ შეიძლება რომ მარტივი დესერტები გააკეთო და იყოს გემრიელი, ან არ იყოს. და ასევე თუ არ გყავართ გამოწვეული, გამოიწერე ჩვენი არხი და გააქტიურე ზარის ღილაკი, რომ აღარ გამოგრჩეს ჩვენი შემდეგი ვიდეოები. დღევანდელი ჩვენი დესერტი გაცილებით მეტი ინგრედიენტი შეიცავს, ვიდრე 3 ინგრედიენტი და გაცილებით უფრო გემრიელია. ეს დესერტი არის, რომელიც მე იქამდე მიყვარდა სანამ გავსინჯავდი, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ფილმებსა თუ მულტფილმებში მაქვს ნანახი და სულ ვიცოდი თუ როგორი გემოქონა და როგორი გემრიელი იყო სანამ გავსინჯავდი მას. ამიტომ დღეს გავაკეთებთ ის დესერტს, რომელიც არის პატარა დიმიტრის გაუსინჯავის სიყვარული. დღეს გავაკეთებთ ალუბლის ღვეძელს. როგორც მანამდე ვახსენე, დღეს გავაკეთებთ ალუბლის ღვეძელს. ეს ღვეძელი არის სითბოს და სასიამოვნო სიმჟავის საუკეთესო კომბინაცია. და ზოგ შეიძლება გაგიჟდეთ კითხვა, თუ რატო ამ შუა ზამთარში ალუბლის ღვეძელი? იმიტომ რომ გაყინულიც იყიდება. და სანამ კიდე რამე ზედმეტი კითხვა გეჭდებათ, მოდით დავიწყოთ მზადება. დღეს გავაკეთებთ ხვიერთცელს, რომელიც გამოყენება შეგეძლებათ ნებისმიერ სხვა დესერტსა თუ არა დესერტ კერძებში, ანუ ტკბილ და არა ტკბილში. ამ ცომის გაყინვა შეგიძლიათ ხვეობით და შეგიძლიათ რომ ერთხელ ბევრი გააკეთოთ, შემდეგ მთელი წელი გქონდეთ ეს ცომი ჩაყინული საყინულში. მოკლედ ისეთი ცომის დესერტია, რომელიც შეგიძლიათ რომ ჩაიწეროთ და გქონდეთ მთელი ცხოვრება, მერე თქვენი შვილი რო იპოვის და ნახავს რომ ბებია მამბაბუამ ეს რეცეპტი დაუტოვა, იამაყებს რომ მას საუკეთესო ბები აყავდა. ამიტომ დავიწყოთ და ცომისთვის დაგჭირდებათ. 360 გრამი ფქვილი, 200 გრამი კარაქი, 3 გრამი მარილი, 60-დან 90 გრამამდე ცივი წყალი, 10 გრამი შაქარი. აიღე დიდი ჯამი, ჩაყარეთ მშრალი ინგრედიენტები და დავუმატეთ კუბებად დაჭრილი ცივი კარაქი. დაასრიცხეთ თითებით როგორც ვიდეოში შენაჩვენები და ხელს რომ მოუჭერთ უნდა ინარჩუნდეს ფორმას. აი ესე. დავუმატეთ ცივი წყალი და ხელით მოძილეთ რომ შეიკრას ცომი. სანამ ხვიერთს მისვენებს მაცივარში, მანამდე გავაკეთოთ ალუბლის ღვეძელის შიგთავსი, რისთვისაც დაგჭირდებათ. 600 გრამი ალუბალი, ნახევარი ლიმონის წვენი, 50 გრამი სიმინდი სახამებელი, დაახლოებით 2 გრამი ვანილის ექსტრაქტი, 20 გრამი კარაქი, 200-250 გრამი შაქარი. ცივ ტაფაზე დაყარეთ ალუბალი, დააყარეთ ნახევარი შაქარი და დაასხეთ ნახევარი ლიმონის წვენი. საშუალო ცეცხლზე ამოურიეთ და ალუბალი გამოუშვებს თავის წვენს და გათხევადება მასა. დავუმატეთ მეორე ნახევარი შაქარი, ასევე დავუმატეთ სახამებელი რომ შესქელდეს, როგორც ვიდეოში შენაჩვენები. შემდეგ დავუმატეთ კარაქი, ვანილი და მოხსენილი ცეცხლიდან. შიგთავს უკვე გავაკეთეთ, ცომაც უკვე დაისვენა, გავიდა ნახევარი საათი და შიგთავსი ოდნავ უნდა შეგრილდეს, რომ ცომი არ დაადოს, რადგან უმეტესად კარაქის ბაზა აქვს ჩვენს ხვიერთცომს. გავვრტყოთ ცომი და გადავიდეთ უკვე ალუბლის ღვეძელის აწყობას. ცომი გაჭერეთ შუაზე, დააფქვილეთ ზედაპირი და დავიწყოთ გარბრტყილება. თავიდან ხელებით, რომ მივიცეთ ფორმა და მერე გადავდივართ საფრთხელებელზე და ვაფრთხილებთ 2-3 მმ სისქეზე. აიღეთ ტარტის ფორმა, დაცხინეთ ზეთთან კარაქით და ჩადეთ მანამდე გაბრტყელებული ცომი. კარგად დავაფიქსეთ კუთხეები ქვევით და შემდეგ წააჭერეთ ზემოდან ზედმეტი ცომი. ჩაასხით შეგრილებული შიგთავსი და გადავიდეთ მეორე ცომის გაბრტყელებაზე. კიდევ ერთხელ დავფქვილეთ ზედაპირი და ვიმეორებთ ზუსტად იგივეს. რომ გააბრტყელებთ 2-3 მმ სისქეზე, დავიწყოთ დაჭრა ისე როგორც ვიდეოში შენაჩვენები. ესეთ ზოლებად. დააფინეთ 4 ცალი ვერტიკალურად და შემდეგ 2 ცალი აწიეთ ერთის გამოტოვები და დააფინეთ ჰორიზონტალურად. შემდეგ ეს დააფინეთ უკან და გავიმეორებთ როგორც ვიდეოში შენაჩვენები. 1 ცალი კვერცხი ატქვიფეთ და გადაუსვით ცომის ზოლებს. ესე ჩვენი ალუბლის სტარტი და მე მგონი ძალიან კარგად გამოიყურება. ღუმელი გავხურეთ 200 გრადუსზე, რო შევდებთ დავუწევთ 180 გრადუსზე ღუმელს და გავაჩეროთ დაახლოებით 1 საათი ან 50 წუთი ღუმელში. სანამ ცხება ჩვენი ღვეძელი, მანამდე მონატრებული პატარა ფაქტი ისტორიიდან. ალუბლის ღვეძელის პირველი ჩანაწერები მე-15 საუკუნეში ევროპაში აღმოჩენილი, მაგრამ ამ პოპულარობა ამერიკაში მოიპოვა. ის ჯორჯ ვაშინგტონის საყვარელი დესერტი იყო და მისი დღე 20 თებერვალს აღინიშნება. ასე რომ თქვენ შეგიძლიათ აღნიშნოთ. ზუსტად 1 საათი გავიდა 180 გრადუსზე გამოვაცხეთ ჩვენი ალუბლის ღვეძელი და ეხა მინიმუმ 1 საათი ან უკეთესია თუ 4 საათი მაინც გააგრილებთ, რომ კარგად დაჯდეს ალუბლის ღვეძელი, მაგრამ ჩვენ ეხა სტუდიის პირობებში ვართ და გვიწევთ რომ მალე გავჭრათ და ეგეთი დამჯდარი და შეკრული არ იქნება შიგთავსი. ამიტომ ეხა გადავიდეთ დაგემოვნებაზე. ეს ჩვენი ალუბლის ღვეძელი, მე მგონი ძალიან კარგად გამოიყურება და მართლა ესე გამოიყურება როგორც მულტფილმებში და ფილმებში მაქვს ნანახი. და სამ დავაგემოვნებთ, რა თქმა უნდა, კოკაკოლა, ჩვენი სპონსორი, მადლობა კოკაკოლას.
ჩვენ არ უნდა გავუწყოთ, რომ გათამაშება ჯერ კიდევ გრძელდება, კოდების და ქულების დაგროვება ჯერ კიდევ გრძელდება აპლიკაციაში. თავსახურის ქვეშ მოთავსებული კოდი უნდა ჩაწეროთ ისევ აპლიკაციაში და შეგიძლიათ რომ აპლიკაციაში გადაცვალოთ სხვადასხვა ვაუჩერებსა თუ საჩუქრებში პარტნიორ კომპანიებთან. აი ხა დავაგემოვნოთ და რა თქმა უნდა დაგემოვნებაში დაგვიხმარება ჩვენი ამომავალი თარი, გურგალი, საბა ჩერქეზიშვილი. დააფოლოვეთ მისი TikTok გვერდი აქ ამოვა, აქ ამოვა ჩემი Instagram-ის და ისიც. დაგვაფოლოვეთ და თვალე გადავგვადევნეთ და ასევე გამოიწერეთ ჩვენი არხი. მოიწერეთ სუფრის კოდის არხი. პირველი რა თქმა უნდა დააგემოვნებს საბა და გვეტყვის თავის უწრფელ შეფასებას. თან დავაგემებ, მინდა აღვნიშნო, რომ ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც პომიჯერიში. რომ იყო ისა ნამცხვარი. სურნელი აქვს ძალიან. უბლის გარდა კიდე სხვა რამითაც აკეთებენ? ვაშლი, ხო? მოსდას აკეთებენ, კი. ჩაი მომინდა. ძალიან კაია. ეს სიმჟავე ალუბლის სიტყვა და სიტყვა კარგად აქვს 200 გრამი შაქარი გავუკეთეთ. მართლა ძალიან მაგარია. ცომი რა მართლა საუკეთესო. ნაყინი დამიმატება. მოკლედ, ანუ ძალიან კარგი ბალანსი აქვს სიტყვას, სიმჟავეს, მართლა ძალიან კაი ფხვიერი სამი არის. ტემპერატურას. ეს მაგაზე გიждდება, ხო, არ ვიცი რა. რომ არატყვილი რაღაცების გასწავლოთ, ესეთივე დაგვიწერეთ კომენტარებში და გასწავლით. ძალიან მაგრა მოუხდება ჩაი. ხო მოუხდება კი, ჩაი ძალიან მოუხდება. მოკლედ, ეხლა ჩვენ კადრს მიღმა უფრო კომფორტულად ჭამოთ გავაგრძელებთ, თქვენ კი გამოიწერეთ ჩვენი არხი, გააქტიუროთ ზარეს ღილაკი, ლაიქეთ ეს ვიდეო. აუცილებლად. დაგვითევი გვერდში. თქვენი ერთი კლიკი ჩვენთვის ბევრს შეშალოთ, თქვენთვის. ის კიდევ ერთი კლიკია. კი ბატონო. ბაი. გერდა შეგიძლიათ რომ მარტო შაქარს თუ ამოვაკლებ, შეგიძლიათ რომ გამოიყენოთ სხვა სიტყვა თქვათ ანა მაგარი. აუ, ამაგარია რა. აი